გადავინაცვლოთ მაგიდასთან ჩვენი ყავით, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე დაჯდომა მინდა სასწაულო. მოვინატრა სახლი, სახლში ფუსფუსი. ხანდახან მინატრება ხოლმე ისინი. დიდი ხანი რომ არ ვარ. მაგრამ მე მწყინდება ეს ყოველდღიურობა და კაკრას არ დადეგებით უწევს ხოლმე. მე კამფეტი ვერ ავარჩიე. არც ერთი არ არის საჩემო. რაც მიყვარდა ისინი სულ შევჭამე. აი შეიძლება იყოს. ნახოთ. ეს გემრიელია. აი ეს კამფეტიც მომეწონა შოკო ბრაუნ. იმას შევჭამე ძალიან გემრიელა. მე მგონი ეხაც მომეწონება. ეს მინდოდა საჩუქრების გადაღება, მაგრამ საჩუქრების ვიდეო რა. რო ვიღებ ხოლმე, რო გაჩვენებ ხოლმე. მაგრამ ისე დავიღალე. ეგ ვიდეო მინდა რომ ისე გადავიღო, აი კარგ ხასიათზე რო ვიქნები. დილით. ან დღისით. მე მგონი კამერაც დასატანი მაქვს. ხალისთვის უნდა მოვამზადო, ხალ გადავიღებ სავარაუდოდ მაგ ვიდეოს. აი ესეთი პელმენი უნდა გავსინჯოთ. აი ესეთი აწუკებია. გასინჯება ნატალი. ცხელი. ლაშა მოგეწონა? პელმენი. მათ სიმპირული ჯობი მგონი. არა? შე არის სიმპირული, ზოგი კარგიერი ხოლმე, ზოგი არ ვარ. ხო, მართალი ხარ. ისე ადრე უფრო გემრიელი იყო ხოლმე. ნატალი ძალიან მოეწონა. ნატალი მოგეწონა? ეს უკრაინული, ხო? უკრაინული პილმენი. დღეს უშენოდ დავლიე ყავა. მაგრამ ძალიან მოწყენილი ვიყავი. ვერც გავიცინე. ვერც ამბები მოყევი, დაღლილი ვიყავი. დაღლილი ვიყავი. და თან შენც არიყავი, არ მაცინებდა არავინ. გაგაცინებს. ყველა იმაზეა თვალი როგორ ამოგთხაროს, გამზარებული, გაცინებები არა. და ზოგ-ზოგი ერთებისთვის კაია, კარგად უყურებენ ჩემ ვიდეოებს, იმიტომ რომ ვიღაცამ დამიწერა ისო, სიცილი არ გიხდებაო და არალოგიკური ქალის თავჭირებას ტოვებო. ხო და მე უთხარი არ ვტოვებ, ეგეთი ვარ. მე მგონი შენც დაეთანხმები. ეგ გამონათქვამი. არ ვიცი. ეგეთი ადამიანი მე არ მინახია. რო სიცილი არ უხდებოდეს? რო სიცილი და ხემილი და კაი ხასიათი არ უხდებოდა. აი თუ შემახვედებ შენ ეგეთ ადამიანს, ვისაც სიცილი და ხემილი არ უხდება. არ ვიცი. რაღაცას ვიკისრებ. ანუ ეთყობა ძალიან ხშირად ვიცინი და მაგით. ო, სიტუაციურად, ეხა გასვენებაში რო იცინი და პანაშვილი. ხო, ნახე ესე მოწერა, სულ რომ იცინი არ გიხდებაო. იმედია გაითვალისწინება და არალოგიკური ქალის საბჭოს ტოვებ. არალოგიკური ქალის საბჭოს ტოვებ. მე ეგეთი არალოგიკური და მომღიმარი ქალი მოვიყვანე, ცოტა. ევროპა იჯღანო შენ რანაირი იქნება ეგ. არ მიხდება დაჯღანვატო. ესე სიცილი მიჩნდება. ხო, მაგას გეუბნები, თუ ვინმე მანახებს, ვისაც დაჯღანვა და ყურებ ჩამოყრილობა უხდება და სიცილი არა, აი რაღაცას ვიკისრებ რა, რასაც ვინმე მეტრო მანახებს, რომ მეტყვის მე ეს იკისრება, აი წავიდეთ და წავიღო. ასე რომ გაიგინეთ მეგობრებო და არ მოусმიოთ ბოღმა კომენტარებს და ბოღმა ადამიანებს, ვისაც არ მოწონთ თქვენი სიცილი. გაიცინეთ და იცინეთ და სულ გახარებულები იყავით. არ იცოდი? მე რაც ეგეთი რამე ვიცოდი, ეგეთი რამე თუ არსებობდა სიცილი. ვიღებ ახლა? ხო. მაგარია. თარული კამერა. ოჯახში. კიდე ერთი საინტერესო კომენტარი. Miros channel. წერს.
არიქა, არაქა, ხვავიდა ბარაქა, როგორ ხართ? ყველა ხო ხართ კარგად? კიდე ბედნიერი ახალი წელი ეკა, ყველაზე პოზიტიური იუთუბერი ხარ. ძალიან მიყვარს შენი ვიდეოები და განსაკუთრებით რა ვიყიდე და ტექნიკის რევიუები. მომიკითხე ყველაზე დიდი სიყვარულით მარიტა და ნატალი, მით უმეტეს მარი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი გოგოს სახელია ისა. ერთი რაღაცა მაინტერესებს და მაკვირვებს. Cut eyes. Cut eyes, ხო ის cut და eyes ინგლისურად ნიშნავს გაჭრილ ყინულს. Cut eyes-იც ამასთან ასოცირდება. ხო და ყველაზე მაგრად უნდა ციოდეს წესით, მაგრამ ყველაზე თბილი ამინდი მანდარი ყოველთვისო. აი ეს მაგას პირი გითხრა შეხედო cut eyes. ის გაჭრა ხო არის? ხო. Cut-ის კიდე სუმზია და ზეც ხო ჭრის ყინულს და ვისე. ხო. შეიძლება მაგ ლოგიკაც არის. ხო, მაგრამ ეგ როდესმე გაგიგონია ესეთი ისა? მოსაზრება საერთოდ Cut eyes ეგეთი რაღაც. აი, საინტერესო. მოსაზრება იყო Cut eyes. ჩვენთვის ესეთი ასოციაცია არასდროს არ ყოფილა, მაგრამ Cut eyes. გაჭრილი ყინული. მე ხო გასაკვირი მაქვს ერთ-ერთი რამე მანდ. ხო. ახლა ისტორიული კუთხით მაინც და მაინც ხა სიღრმისეულ განათლებას ვერ დავიქადნი, მაგრამ ქუთაისი რო ქუთაისი დაერქვა. მაშინ ალბანი ლათინური თუ არსებობდა ეგ მაინტერესებს. ვაუ, რა ჩემჭერი კითხვა. ამ მაშინ თუ იცოდე მაგ ანბანზე რო ქუთაისი შეიძლება და რაღაცას ნიშნავდა. ცოდნეებო. მაშინ ქუთაისი ერქვა აია, ხო? აია. აია. ძველი ქუთაისი. კიდე კომენტარი მარის ბლოგები. კარფურის ქვით არის ისეთია ხოლმე ჩვენთანაც ქეთო და კოტეში მზითვის სიაროა ხოლმე ჩამოწერილი. ეგეთია. კი ძლევიანი ცოცხლად ხო. ძალიან კარგი კომენტარებია. მეგობრებო, დიდი მადლობა. თბილი სიტყვებისთვის გაიხარეთ. ფატი საუკეთესო, კარგი ნაყიდობებია, გემრიელად მიირთვითო, წერს მაკა ღონღაძე ალბათ. ანუ გონგაძე, ну ალბათ ღონღაძე. ხო, შემისწორე თუ რამე. და ის ანუ სიტყვა მომეწონა ნაყიდობები. ხო. აი სულ მაინტერესებს ხოლმე როგორ თქვა ეს სულ ამბობ საყიდლებს და აშკარად არ არის საყიდლები არის მომავალში რაც გინდა რომ იყიდე, ხო? და უკვე ნაყიდობები, ძალიან კაი სიტყვა, მადლობა მითხარი. ამის მერე მაგ სიტყვას გამოვიყენებ. მე მგონი კი მაგამდე არ გამიგია ეს სიტყვა, მაგრამ ძალიან უხდება. ნაყიდობები. ლანა წერს ბაჭაჭაძეზე რა დროს მუშაობდი, უჩვენოდ რომ დასეინովთო. ლანა რა ტიპი ხარ? ჭავჭავაძეზე გენაცვალე საახალწლოდ ისეთი ამბავია, მან რას ისე ირნა. ჭავჭავაძეზე ხო. გადასებული არის საცობები, ამბავი, ხალხი. ღმერთმა ამრავლოს და ყველას ბარაქა მისცეს. ამ საახალწლოდ ყველგან მთელი ამბავი როგორ დუბაის შოკოლადიც კი ვიპოვეთ. მუსიკაც იქვე იყო. და რა ვიცი. ხო, მოკლედ აქ წონას წუწუნებს ხალხი. ზოგმა 3 კილო მოვიმატეო, ზოგმა 2 კილო. მეც ეგრე ვარ. 2-3 კილო უჭვენი მაქვს მომატებული. 2 მაინც. ეს ასოზე წავდი. რა კაია. ანუ არც მინდა რომ დავაუზუსტო რამდენი მომატებული. სული არა. არა, მე აი მე ვზუხდები ხოლმე, აი. მე კიდე მოწვევი. გრე სახეზე, სახეზე მეტყობა. მე წვევი მიფარავს და ვერ ვიგე. ხო, კაი მასკირო კაგაკ. კიდე კაი წვევი წარექვებდებარება გაცვენას. ვაიმე. ეგრე რომ მელოდებოდე. წვევი რო გაქცევდეს, ხო, ახლა სასჯელი იქნება. არა ზოგს არ უყურს პირიქით და გაუხარდებოდა. ყოველდღე ვინც იპარსავს. ყოველდღე ვინც იპარსავს, იმას პარსოს უხარია, ალბათ ყოველდღე რა გამოპარსიებს წვევს. აი. დედ მიჩოვლები არიან, რეჟიმში არიან. ასე რომ ხალხო გაიღიმეთ, ეგ გვაკლია საქართველოს.
დაძაბულია მეტი ხალხი პოზიტივი, დაუხოცეთ მეგობრებო. ერთმანეთი გაიღიმეთ და აიცინეთ და ხვალ როგორ გეღიმება მაშინაც უნდა გაიღიმოთ თუ გეღიმება ხო ყველა იღიმება მაგალითად და ნუ გამუნათებთ გაღიმებაზე უნათება და მაგარი სიტყვა გაიჩი ძალიან აი სულ რამოდენიმე წელს წინ მაქსიმუმს არსებობა არ ვიცოდი აუის ვაში შეჭამი. გამუნათება თუ რამეა ეგეთი გასასაღებელი შეწყვეტი გამოუშვია კეთება მეტალის დაუჭერე, იმიტომ რომ ცელის ტიო. გასასაღებელი ვაშლი მომეცი ამა თუ რამეა ეგეთი გამოვალაგე ყველაფერი გადახედე კიდე ხო არაფერია ოჰო კიდედა ესეც გასასაღებელი ეს გასასაღებელია ჩვენი ვრად მივირთმო ყავაზე ხვალ აი ხო და გითმო Тебе жарко, что ли? აი მე შეგონია მინდა просто ასაღებ просто ვორგაფუჭეს რა გინდა რატო მართლა კი არ მინდა ჭამე ხო რა იყო დენი შოკოლადია ეგან ვარჩოდი და ვერავარჩიე ვილები ჩამომილა და აქსუსაშენო სივი ვაშლი აქსუსაშენო შოკოლადები ლეშა აი ხოლოს შენ დაჭება მიყვარს ხოლმე ისინი მე ესენი მიყვარს მეც არ მიყვარს მაგრამ არავინ არ ჭამს და მივჭამ მე კარგად ვიცი რაც მიყვარს ნუგაც არ მიყვარს ეს არ ვიცი არ გამისინჯია მაგრამ ამასაც ძროხა რასაც რატომაც არ მიყვარს აი ესეც ზოხა რასაც აღატია მარტო ხორციო ეგ აი ეს კაი იქნება მაგრამ ესეთი არ მინდა ეს რაღაც საწუწნები არ მინდა მე მიყვარს თხილიანი შოკოლადი აი რასაც თხილი აქვს ყველაფერი მიყვარს ძალიან ესეთი შოკოლადები გოზინაყიც ძალიან მიყვარს ხილიანი ხო არა თხილში უგულისხმობ ნიგოზსაც კაი ნიგოზი და თხილი აი ეგენი რასაც აქვს გიჟდები იმიტომ მიყვარს აი ალპენგოლდის აი ეს მარტო და ნუ ის რო არის ბორდოსფერი თუ იასამნისფერი ეგეც კი მიყვარს იმიტომ რომ იმასაც აქვს თხილი ძალიან მიყვარს ვალ ალპენგოლს რო დაუღია პირი რეკლამაში პური გადაიხადოს ეს თხილიანი რაღაცები მიყვარს ხოდა ეს კამფეტები კიდე გვაქვს ჩვენ სხვაგან და ხა გადმოყრინ პარკიდან რომ აქ გათავდა მე რაც მიყვარს ისინი გათავდა ძროხიანები გავარეკლა დასამატებელია აშკარად და ეს ძროხიანები იყოს აქ იმიტომ რომ შენ უნდა გაასაღო აი ესენი რა ვიცი მე არ მიყვარს თქვენ გიყვართ ესენი როგორც ჩანს ბავშვებსაც არ უყვართ იმიტომ რომ დევს და დევს ძალიან კარგი ეგრე შემთხვევა აი ეს მიყვარს აი ესეთი ეს ძალიან გემრიელი რაღაც იწელება და იმასავით არის ელარჯივით ხო რაღაც ტოფიტასავით არის ელარჯივით კიდე რომელია აი რაც გიყვარს ისინი სულ შევჭამ მოდი ვაჩვენებ რომელი მიყვარს კიდე ისინი აღარ არის რაც წამოვიდა იქიდან ის გზაში შეჭამეთ რა ქურა ერთხა კარაკუნი ხო კიდე გუშინ დედაჩემთან რო ვიყავი იქიდან ხელს წამოვაყოლე რამდენიმე ცალი კარაკუმი ეს აქლემი რო ახატია ხო იცით შოკოლადი ძალიან მიყვარს და აღარ არის ჩემთვის წამოვიღე ჩავყარე აქ მივქარე აქ ჩავყარე ამ ბაზაში და ერთი ცალი შევჭამე და დანარჩენები სად არის შენ არ იცი როგორ მუშაობს მე როგორ მე როგორ ვარ ჯერ ჭამ რაც სხვა ყველას უყვარს იმას და ისედაც დანარჩენი ხო რჩება შტერი ვა ხედე რა როგორი ლაიფჰაკი ცოდნია ადამიანს მომიცადე ხა ვეძებ მე რომელიც ძალიან მომეწონა და გავგიშდი პირველი შეჭამა რაც ყველაზე გემრიელი მეტა ვიპოვოთ რომ გაჩვენოთ ჩემი ერთი კამფეტი იყო ჩემი წლევანდელი აღმოჩენა რომელიც ძალიან მომეწონა და აი ხა თუ ვიპოვი გაჩვენებ ეგეც ჩემთან ერთად ჭამდა ლაშა თუმცა მაგისთვის ლაშასთვის სულ ერთია აი ლიფი კამფეტი იყოს მართლა აი არა აქვს მნიშვნელობა ამის აი ესე დაიყრის ესე ბევრ კამფეტებს და აი ესე ყველაფერს ჭამს თავარია ტკბილი იყოს და მე ეგრე არ ვარ მაგალითად ჩემთვის ანუ უნდა იყოს გემრიელი თორე ისე მარტო ტკბილი როა მაგიტო არ შევჭამ ასწელი ყავასაც არ მივაყოლებ
არ ვიცი, მე მგონი მასეთ ადამიანებს გურმანებს ეძახიან. ხო. მე ყველანაირი იყო, სწორია ტკბილი იყო. მამაილა. მამაილა. მარით აღარ არის ვეძებ ხა იმ კამფეტს და აღარ არის. აი შენ დაფატიმ რო იყიდეთ ბოლოს. ის კროკოთი რაღაცა. ეს შეჭამეთ ბოლოს. აი ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ესეც მიყვარს. ნუ ისე რა, აი ავასთან და რაღაცა კაი, იმიტომ რომ ამასაც აქვს რაღაცა ან თხილი თუ რაღაცა ისეთი აქვს რა, რომ ხრაშუნობს და ესეც კაია. ნუ შეიძლება და აი ხა ვეძებ ვნახულობ და აჰა, ორი ცალია დარჩენილი. რა არის? ჯამო. მოიცადე. შოკოლადი. აი შოკოლადი სადა. ესე ძალიან გემრიელია. ეს სნიკერს მაგონებს. ამასაც ბევრი თხილები აქვს, მიწის თხილები და ესე ძალიან გემრიელი არის. შენ შუა თხილი თუ გიყავს, თხილი და თხილი და შოკოლადი გიარა. ევეა. თქვენ არ გიყურთ, ნუ მგონია რომ ყველას ესე უყვარს და თურმე არა. არა, აქვს მნიშვნელობა თხილი აქვს თუ არა. თხილი აქვს თუ არა. სწორია ტკბილი იყო თხილი თუ და ვიყიდე თხილს და შევჭამ თხილს, არა? და შაქარი დააყარე. ხო. აი მარიტამ როგორი შოკოლადი გააკეთე? მე ყველაზე მეტად შოკოლადი. მარიტაც გაკეთებული შოკოლადი მომეწონა ყველაზე მეტად. რომელი? როდის? აი, სანამ რო იყო. აი, კაი. კაი, მოკლედ ვერ ვიპოვე. მარიტამ და ბეკო. ვეღარ ვიპოვე შოკოლადი. ჩინკა. და როგორი იყო, იცით? აი, ფერი გავდა, აი ამას. გოსნი ამის ფერი იყო. და შიგნით იყო შოკოლადი, ჩვეულებრივ შოკოლადის კამფეტი და შიგნით ესე რომ მოკვნიტავ ის იყო. გრილიაჟი. გრილიაჟი ვით აი თუ გახსოვთ ადრე რო იყო ხოლმე. ციყვები რო ეხატა. მე რაღაც მაგის გავს. აი გრილიაჟი ყველაზე მეტად მქონდა. შოკოლადებში. აი ესე შენ თხილი ყარები. გრილიაჟი თხილი, აბა რა. ერთადერთი რასაც ვერ ჭამ. ხო, შესაძლოა დავიწუნო. რაც მართლა არ მომწონს ის არის, ხო, ბაუნთი. კიდე წელს ჩემი აღმოჩენა იყო ქოქოსი. ქოქოსი შემიყვარდა. პირველად გავსინჯე და გავგიჟდი, გადავირიე. ძალიან გემრიელი ყოფილა. ანუ მაგონებს ახალ თხილს. ხო იცი ახალი, როგორ რა ქვია ახალი თუ? ნედლი. ნედლი თხილი, ხო, ნედლ თხილს მაგონებს. ისეთი არის. ოღონდ აი როგორც კი გახსნით ეგრევე კი არ უნდა შეჭამოთ, ცოტა მეორე დღეს არის გემრიელი, ცოტა რომ გაშრება რა. აი ამ პარკში ვეძებდი რაღაცებს. ჩვენი კამფეტები. დღეს თავი იყო. ვისი თაგვი? აი აქეთაც საინტერესო რაღაცებია. ნატალი დაჭრა. ნატალი კი იზავდა მაგას. მოკეთ გემშვიდობებით ყველას. და ვის შოკოლადების გავარეკლამეთ, რეკლამების თანხები დაიდოს. ან შემოთავაზებები დაიდოს. შემოთავაზებები კაი იქნება კი ბატონო. შემოთავაზება დაიდოს. დროებით მეგობრებო, მომავალ ვიდეომდე კარგად. გამოიწერეთ. და დაალაიქეთ. დაალაიქეთ, გამოიწერეთ. დროებით. და გაიღებეთ.